მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 5 აპრილს ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. იგივე ბაიაობა 12 საუფლო დღესასწაულიდან პირველი და მოძრავია, რომელსაც მორწმუნეები ტრადიციულად აღდგომამდე ერთი კვირით ადრე ზეიმობენ. გადმოცემის თანახმად ბზობის დღესასწაულს წინ უძღოდა განსაკუთრებული სასწაული, რა დროსაც მაცხოვარმა იესო ქრისტემ საკუთარი მეგობარი 4 დღის გარდაცვლილი ლაზარე ერთი სიტყვით მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ებრაელი ხალხის უმრავლესობამ იწამა, რომ ქრისტე ღმერთია. ნათელი ნათლისაგან ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტი საშობილი და რახმი ერთ-ერთ სიმამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. იმ დროს ყველას მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა. საკუთარი თვალით ენახა ადამიანი, რომელმაც ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ოსანა მაღალთაშინა. ამ შეძახილით ეგებებოდნენ იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე იესო ქრისტეს მოსახლეობა. ხალხი მას სამოსელს, პალმის რტოებსა და ზეთისხილის ტოტებს უფენდა. დაჯარსეცა ჩვენთვის პანტოელის აპირატეზე დაინოდა დარბადა აღსკა მესამე სადღესა, გზავსა წერილისა. და მაღდაზეცად დამჯდომარე არს მარჯვენით მამისა. დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია დილიდან აღევლინა. საზეიმო წირვა გურჯაანის სამების სახელობის ეკლესიაში მამა ილია მაღავლინა და მრევლს ქადაგებით მიმართა. ყველა მართლმორწმუნე ადამიანს, რომელსაც გულში ყავთ ქრისტე, ყველას პირველ რიგში გილოცავთ და მე ყველა დანარჩენს გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ სიმტკიცეს სულისა, რომ ვიყოთ შეუვალნი და ნირ უცვალებელნი. აი დღეს ბზობაა და სანამ ეს ბზობაც რას ნიშნავს, რომ უფენდნენ ყვავილებს და საქართველოში ბზა ეს მარადმწვანე მცენარეა და მარადიულობის ნიშანია და ჩვენთან ესეა მიღებული, თორე ისე პალმის რტოებს, ყვავილებს და ტანსაცმელს უფენდნენ მაცხოვარს, მაგრამ სანამ შემოდის დიდებით იერუსალიმში, ის აღადგენს მიცვალებულს, 4 დღის მიცვალებულს, ლაზარეს. და თუ იქ რა ხდება, როგორ ხდება, ეგ ჩვენ მამაზე ვილაპარაკეთ. და მეინახიაო ლაზარეო მისიო, წინ მიუძღვისო მასო ლაზარეო და ეს ყველა მიწის, რომ მან ეს სასწაული მოახდინა და ხალხი მთელი იერუსალიმი გამოდის და იერუსალიმის გარეშემო თუ რამე დასახლებები იყო, თუ რამე სოფლები და ქალაქები იყო და ძალიან ახლოსაა ესენი ერთმანეთთან. ყველანი გამოდიან, რათა არა მარტო მაცხოვარი იხილონო, იესო იხილო, არამედ ლაზარე იხილონო, მისი აღდგომილი 4 დღის მკვდარიო და ვინც ამასო ხედავდაო, მათ ირწმუნესო იესოსი. და უფენენ ყვავილებს, უფენენ ტანსაცმელს, გალობენ ოსანა მაღალთაში და უხარიათ რომ გამოჩნდა მხსნელი, მაგრამ უყურეთ რა ხდება. აი ნირცვალებადობა, რაზე ვთქვი მე ახლა. რა ხდება, იცით და თვითონ ეს ხალხი მაცხოვარს ღებულობს როგორც იმ მესიად, რომელი მესიითაც ისინი უნდა განდიდნენ მთელ კაცობრიობაზე. ანუ აი იმ პატივში ასულიყვნენ, როდესაც დავითის მეფობა იყო და მაშინ ყველაზე ძლიერი იყო მათი სახელმწიფო და აი ამ პატივს და ამ დიდებას ეძებდნენ და მერე რო გაწმილდნენ, ანუ ის ვერ მიიღეს, რაც მათ უნდოდათ. უცბად ნირი იცვალეს და ის კი არა, იმაში კი არ ჩავიდნენ იმ სიღრმეებში და იმაში, არამედ ესე ზედაპირულად შეხედეს ამას და მერე უკვე თქვეს ჯვარს აცვიო ეგეო. აი დაუკვირდა ჩვენ
ვინც ავართ ქრისტიანები, ჩვენ უნდა დაუკვირდეთ, რამდენად ნირცვალებადნი ვართ. აი ხან იქით გადავიხრებით, ხან ის მოგწონს, რას გვეუბნება? რომ გამოვლინო გეტყვიანო, აქ არის ქრისტე, ან იქ არის არ დაუჯერო. იქ მიდიო, იქაო, სადაც მიდიხარო. წინი არის. ხო და ამიტომ ნუ გადმოვიხრებით რა. პირდაპირ ვიაროთ ქრისტესკენ. ქრისტე შედის და დიდებას ღებულობს დღეს. ღებულობს თუ აქამდე გაურბოდა დიდებას, დღეს ღებულობს ის დიდებას და ისე შედის დიდებით იერუსალიმში. კიცსა ზედა ამხიდრებული, ეს რას ნიშნავს, რომ მასზე ჯერ ადამიანი არ ჯდარა და ეს არის სიმბოლო მოქცევა მთელი კაცობრიობისა და იქ უკვე ემზადებიან. იცის მაცხოვარმა რაც ელის მას. იცის და შეგნებულად ღებულობს ამ ყველაფერს, შეგნებულად შედის ესე დიდებით იერუსალიმში და იცის რაც მოელოდება მას. და ურიანიო და წიგნობარიო და მღვდელმთავარნიო ეძებდნენო საბაბსო, რათა არა მარტო ქრისტე მოეკლა, თუ არამედ ლაზარეცო, იმიტომ რომ ლაზარემ ბევრი მოაქცია ქრისტესკენ. ეს იყო სასწაული, ეს არის ზუსტად ის სახე, რომელითაც მოხდება აღდგინება ხალხის, აღდგომა რომ მოხდება, საყოველთაო აღდგომა. ეს არისო ის სახეო წმინდა მამები იძახიან, რომ ადამიანიო თავისივე ხორცში აღდგებაო. აი ეს მოხდება იმ საყოველთაო აღდგომის დროს და ეს სახე იხილეს და აქედან გამომდინარე ჩათვალეს, რომ ქრისტე არის მეფე, რომელიც მათ განადიდებს ყოველსა ქვეყანასა ზედა. მაგრამ ეს რო ვერ მიიღეს, ამიტომაც უარყვეს მერე და თქვეს, რომ ჯვარსაც ვიეგებთ. ბაიაობის დღესასწაულზე ტაძრებში ტრადიციულად ბზის ტოტები იკურთხება, რომელიც მორწმუნეებს სახლში მიაქვთ და მთელი წლის მანძილზე ინახავენ. გილოცავთ იერუსალიმში უფალი იესო ქრისტეს დიდებით შესვლას, რომელიც კიწვზე, ანუ პატარა ჩოჩორზე ამხედრებული შევიდა იერუსალიმში, იცოდა ყველა წინასწარმეტყველება, რაც უნდა მომხდარიყო მის თავზე, მაგრამ კაცობრიობის ცოდვები თავს იდო და დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, საუკუნეების მერე კიდევ თაყვანს ვსებთ და კიდევ ვიტყვიან, ვუგალობთ ქრისტეს. ზოგადად გილოცავთ, შემოგარგებო. ეს დღე უბრწყინვალესი დღეა ქრისტიანობის ისტორიაში და როდესაც იესო ქრისტე შედის იერუსალიმში და მას უფენს ხალხი ეს წინ ბზას და შეძახილებით ოსანა მაღალთა შინა ღმერთსა ურთეულას მომავალი სახელითა უფლისად. მინდა მოგილოცოთ ეს დღე სულ ყველას. თქვენ ქართველებო, ქრისტიანენო და მთელ საქრისტიანოს მინდა ვილოცო ეს ბრწყინვალე დღესასწაული. იხარეთ და იბედნიერეთ. მრავალჟამია. ბზობის დღესასწაულის შემდეგ მორწმუნეები ზუსტად ერთ კვირაში, 12 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებენ.